ესე იგი დაუბრუნეთ კოპირაპირ. ეს არის ხიარული თერაპია. ხიარული მუსიკალური თერაპია. ძალიან კარგია, ძალიან კარგია. ესე რა შეეხება? ნატალია, ძალიან ეხლა დავუბრუნდეთ შეიძლება გაიგო. ვერავინ ეცნობს ეს შეხმას. შენი ხო? ხო, ეს ის გამოდაფრინცია ვერა. ეს დავკარგავ. გვიანბე როგორ ხდება? მუსიკა როგორც თერაპია. მორჩ. ეს კო სიცილის თერაპია გამოვა. სიცილის თერაპია. მოკლედ სიცილის თერაპია ჩვენიერია, მაგრამ მოჩა. კირამ გადაყლაპ ხოდა. ესე იგი სიცილის თერაპიას ისევ დაბრუნდებით მუსიკალურ თერაპიაზე. ბლეს ფაირი არის საქართველოს ბრძანდება ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ატარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს მუსიკაზე. მუსიკას post production-ი ასეთ შეეხება, სწორედ ის შენთვის საყვარელი ელექტრომუსიკა, რასაც შენ სპორტში უყურებ, ასე რომ მაყურებელს თავაზობ აუცილებლად 2 შაბათს, 4 შაბათს და პარასკევს, უბრალოდ არ მახსოვს 6 იყო თუ 18 საათი თუ 8. Facebook-ზე არა, ნუ შეუძლიათ Facebook-ზე ეს ინფორმაცია გადაამოწმონ და აუცილებლად წავიდნენ საინტერესო ლექციები იქნება. მე და თოის ვითა გავითამაშებთ, ეხლა ჩავერთვები რა, უფრო სწორედ, ესეთ რაღაცას მინდა ვთქვა, რომ ანუ მუსიკას თერაპიაში საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, ძალიან დიდი ისტორია აქვს. ანტიკური ხანიდან იღებს საწყის, მე როგორც ვიცი, იმიტომ რომ არისტოტელე, პითაგორა და პლატონი თავის თანამედროვეების ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ მუსიკას ადამიანის ორგანიზმში ჰარმონიის აღდგენა შეუძლია. დრას სახტი შენ? მე აი ამ თემას გავარდეთ ჰარმონიის აღდგენასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო მონაცემები ვნახე, რომ მე-18 საუკუნის ბოლოს ერთ-ერთი მკვლევარი გვარად ბარტონი აკეთებდა დაწერა წიგნი. ძალიან საინტერესო სათაური ძალიან საინტერესო ხია მელანქოლიის ანატომია. მელანქოლიის ანატომია სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტად მელანქოლიის დაძლევას და მკურნალობისთვის სახავს მუსიკას. ხო და მე მგონი ძალიან ახლობდი მე პერფორმანსი მაგ მოსკოვში გაკეთებული გალერეა art picture-ში. უწონადობის ანატომია, რასაც ასევე მუსიკალურ ანატომიას ვეძახი, უწონადობისას, ხო და სხვადასხვა ახსენე საბერძნეთი და ფილოსოფოსები და მინდოდა მეთქვა, რომ პლატონი იძახდა, რომ საერთოდ ყველა ხელოვნების დარგი საშინელი სიტყვაა. სფეროს რაღაც. მუსიკას აძლევდა პრივილეგიას იმ ხრივ, რომ ჩვენ თვითონ ვართ ღმერთების ჭტილები და როდესაც აკეთებ ან ქანდაკებას ან ფრესკას შენ ხტები ჭტილის ჭტილი და მუსიკა ერთადერთი აბსტრაქტული რომელიც არავის ჭტილი არ შეიძლება იყოს გასაგებია რომ მუსიკა შენს ეს მნიშვნელოვანია მაგრამ სხვა სფეროებსაც არა მე ამ შემთხვევაში პლატონას მე შესახაზე ახლა გამახსენდა მუსიკასთან კავშირში ბიბლიური დავითი რომელიც არფაზე უკრავდა და რომლის რეპროდუქციაც მე ძალიან ხშირად ხდებოდა ევროპულ კულტურებში განსაკუთრებით იგივე პარალელი შეიძლება გავაკეთოთ ამასთან არტურის შემთხვევაში რომელიც ასევე არფაზე უკრავდა და ეს და სუდი ადამიანებიც უკრავდნენ სუდი ერთობიც არფაზე რომლებსაც რომი გადაწყვეს ასე ვთქვა სახელმწიფოგვარი არ ვთქვათ თავი ეგ არის ამ იმპერატორის მამის სახელი ეხა რაც შეეხება თვითონ თერაპიას სამედიცინო სფეროში ძალიან ბევრ ქვეყანაში ანუ ეს დაიწყო არაბეთიდან, საერთოდ მედიცინას ძალიან ბევრი აქვს დავალებული არაბეთიდან, არაბული კულტურიდან, იბნ სინას პერიოდიდან მოყოლებული, რომელსაც ევროპულ ლიტერატურაში ავიცის სახელით არის ცნობილი და ასევე ძალიან საინტერესო კაცი იყო, ალ-ფარადი იყო ესეთი გვარად, რომელიც პირდაპირ მუშაობდა მუსიკალურ თერაპიაზე იმ ადამიანებთან, ვისაც ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. და ამიტომ იმ სახლებში, სადაც თქვათ ძველ არაბეთში ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები იყვნენ, ხშირად იყო ჩართული მკურნალობის პროცესში მუსიკალური თერაპია. აი სწორედ ხედავთ ახლა ამ კადრს. აი რომელი ქვეყანაში ხდებოდა რა ტიპის მკურნალობაა მუსიკალური თერაპიის? ეს რეაბილიტაციაში ჩართული მუსიკალური თერაპია. ანუ არის რატომ არის საინტერესო არა მარტო ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის არის ხო მნიშვნელოვანი მუსიკა. ფსიქოლოგიური აჩენს мотиваციას, ეხმარება ადამიანებს სოციალურ კონტაქტებში, ეხმარება ქალის დაბმაში მაგრამ ხო თვით გამოხატვაში ეხმარება და
აგერ მე როგორც ვიცი ელენეს ბავშვებთან აქვს შეხება და ხშირად ვიცით ხოლმე რომ ბავშვებს განსაკუთრებით რომელსაც აქვთ მეტყველების პრობლემა ასევე ლოგოპედები ხმარობენ ენაბლუობას ეძახიან გეთანხმები აბსოლუტურად მათ სიმღერით ასწავლიან ლაპარაკს და მე ეს ბავშვები და იცი რა არის სხვადასხვა ბავშვები აი კომპლექსებს იხსნიან მარტივ აი თუნდაც ესე მარტივად რომ მიუდგეთ ხო აი თუნდაც მოზარდებში თინეიჯერების გულისხმობ მე კომპლექსებს ხსნიან და რაღაცა უფრო მუსიკა არის ყველაფერი წამალივით არის მოდი ვაღიარო ჩვენ მხოლოდ კარგ ქმედებაზე ვილაპარაკეთ მუსიკის ამ თუთას და მუსიკას ასევე შესრულებული აქვს ის ზოგიერთ იმპერიებში როლი აგრესიის მაგალითად როგორც ფაშისტურ გერმანიაში ვაგნერის მუსიკა იყო გამოყენებული როგორც პროპაგანდა აგრესიის და ექსკლუზიურობის არიული რასის ამ შემთხვევაში გერმანიის და რას გულისხმობს სამშაბათს ჩვენ გვექნება მუსიკა გამოსახულებასთან ერთად მუსიკა კინოში მუსიკა თეატრში და სწორედ იქ ვაჩვენებთ მაგალითებს რამდენად ცვლის მუსიკა ამა თუ იმ ქმედებას აი ამაზე ლაპარაკი აი ერთი კონკრეტული გამოსახულება სხვადასხვა მუსიკით აბსოლუტურად სხვა შინაარსს იღებს რა ამის ხმამით. რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკა ამ დროს. და ალბათ სწორედ ამიტომ გეუბნებიან ექიმებით ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში რომ მოასმენინე ბავშვს მუსიკა. ყოველ შემთხვევაში მე არჩევანს ვაკეთებდი ხოლმე კლასიკურ მუსიკაზე. მე მაინტერესებს მედიცინაში ძირითადად აი დაავადებების მკურნალობის დროს რა ტიპის მუსიკა გამოიყენება? არის დამოკიდებული ადამიანის დამოკიდებულ მდგომარეობაზე. თქვათ, აი წარმოიდგინეთ ეგეთი სიტუაცია, რომ ადამიანს ჭირდება დამშვიდება. ამ სიტუაციაში ვაგნერს არ გამოვიყენებთ, როგორც უკვე აგერ დათომ ახსენა, გამოვიყენებთ. არის გერმანიაში როცა ატარებდნენ ხოლმე მუსიკალურ თერაპიას, განსაკუთრებით მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს, მე ამყავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, შენებთ ხოლმე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები. ამ სიტუაციაში იყენებდნენ ხოლმე ბახს. თავის პოლიფონიებით, რომელიც მართლა ძალიან მდიდარია, მუსიკალთ არ ვიცი, ახლა მე რამდენად სწორად ვამბობ ხა დათვთან ამის ლაპარაკი ცოტა მეუხერხულება. როგორც კარგად იცი მუსიკა ვიზუალური ის ტერმინოლოგია, რომელსაც ამიტომ ასხატაშენ მუსიკას რა რაღაც ისეთ დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ეს თავად მაქვს გამოცდილი, როდესაც ჩემს იავნანას უმღეროდი, ჩემი უსმენო ხმითაც კი მშვიდდებოდა და იცინებდა. მაინც იამბობდა ალბათ ქართულად. ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ შეგვიძლია ახლა ნახოთ ვიდეო. ალექს რაღაც პატარა ვიდეოა, რომელმაც არ შეიძლება რომ ძალიან დადებითი ემოცია არ გამოიწვიოს. მოდი ვნახოთ მამა როგორ მღერის შვილს სიმღერას. და რომელიც ეს ბავშვი არის საავადმყოფოში, შეგვიძლია ვიხილოთ ეს ვიდეო. You make me happy when skies are gray. Don't close your eyes, you'll never know, dear, how much I love you. Please don't take my sunshine away. ჩემი მუსიკალური თერაპია დაგეხმაროთ ყველა ტირი ხარ. და შეიძლება შენი ადგილი გამოვიყენო რაღაც ზურგის შეკცევით რომ არ ვიყო. მოდი მაშინ შენ ჩემთან სალომესთან მივალ. მოკლედ რას გვიტარებ მუსიკალურ თერაპიას ვიწყებ პატარა შესავალს გავაკეთებ რომ მუსიკა ძალიან გამოიყენებოდა ძალიან დიდი დოზით სხვათა შორის რელიგიურ რიტუალების დროს ეს წარმართულ დროს იყო ეს შამანები ასე თქვა და ქრისტიანობის მერესაც კათოლიკურ ეკლესიაში ორგანი მართლმადიდებლურ ეკლესიაში საგალობლები ესე იგი რამდენად ამძაფრებს ადამიანთან მიტანას იმ სულიერი მდგომარეობის ამ შემთხვევაში ხა დავუკრავ ცოტა მედიტაციური მუსიკას რომელიც ამშვიდებს და აწყნარებს და ცრემლებს შეგიშრობთ თვალებს. ჭირდება. და მოვკალათ, კი, ხო ესე იგი. მაგისტრის მოვემზადე მეც.
დათო ძალიან დიდი მაყურებელი ნამდვილად დამშვიდდებოდა. მდგომარეობა ეხა როგორც დაგვაძინე ისე გაგვაქვს. აი ხა უცებ მომინდა რომ ამდგარიყავით და დამეწყო იოგა. იმიტომ რომ იოგაზე რომ დავდივარ რაღაცა ეგეთი გარემო არის ბუნების ჯერზე რომ მოგინდება გაკეთება რაღაცის უნდა გააკეთო. გავაკეთებ, მაგრამ რაღაცა იმდენად სხვაგან წამიყვანე, რაღაც ძალიან დავრელაქსდი. მეც ერთი კითხვა მაქვს ალექს, ძალიან დამაინტერესა, შენ წეგან ახსენე რომ უსმენ ელექტრონულ მუსიკას. როდესაც ხარ შენ სამუშაო ამპლუაში გარემოში უსმენ ელექტრონულ მუსიკას? ჩემი სამშაო გარემო განსხვავდება ხოლმე. თუ ეხლა რა თქმა უნდა პაციენტს ყველა საერთოდ მე არ ვცეკვ ელექტრონულ მუსიკაზე ვუსმენ. ჩვენ მაგაზე ვიკამათეთ უკვე. მაყურებელს არ ვთქვი ჩვენ არ შევყავდივართ ერთმანეთს. ჩვენ არ ვილაპარაკია. რა თქმა უნდა ჩვენ ხვდებოდით ერთმანეთს, ვემზადებოდით იმ პასუხისგებლობა ჩვენი თქვენთან ურთიერთობა. ეს ყველაფერი ბუნებრივია და საკმაოდ ვიკამათეთ მე და ალექსი ელექტრონულ მუსიკაზე. ჩემთვის ამ შემთხვევაში როცა ვლაპარაკობთ ელექტრონულ მუსიკაზე, ყველა მუსიკას არ მინდა ამ სიტყვის გამოყენებ, ხედავ თუ გაბრაზ, სხვადასხვა დანიშნულება აქვს. აი ისევ თავზე დაიწყო. არ დავიწყოთ. მე-20 საუკუნეში ტექნოლოგიის განვითარებამ, რა თქმა უნდა, მოიტანა ელექტრონული მუსიკის გაჩენა და ისეთი სერიოზული კომპოზიტორები, როგორც არიან ბულეზი, შტოკჰაუზენი, ბერიო, ამ ადამიანებმა ამ ელექტრონულ მუსიკას დისკოტეკის გარდა მიცეს აბსოლუტურად სხვა დანიშნულება, ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც დავუშვათ ვებერის, ბერგის დაუშვათ შონბერგის სიმფონიებს და ნაწარმოებები იწერებოდა, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგია იყო და მეც აბსოლუტურად დაინტერესებული ვარ ელექტრონულ მუსიკით, მუშაობ ახალგაზრდებთან ერთად, ვაკეთებ ექსპერიმენტებს და ყველაფერი ახალი ჩემთვის არის საინტერესო. სწორედ აი ამაზე გვექნება სხვა გადაცემებში ჩვენ მოვიწვევთ სტუმრად ახალგაზრდებს, რომლებიც არიან დაკავებული ელექტრონული მუსიკით. დღეს რამდენადაც ეხა სამწუხაროდ თემაა და თუმცა ძალიან საინტერესო რაღაცას მოგიყვები. თან ეპილეპტოლოგი ვარ და ამასთან დაკავშირებით არის ეს ამბავი. არსებობს ეპილეპტოლოგიაში ძალიან საინტერესო მოვლენა, რომელსაც ქვია მუსიკოგენური გულყრები. რაც ნიშნავს იმას, რომ მუსიკის გარკვეული აკორდების მიმდევრობან ჰარმონიამ შეიძლება ადამიანში გამოიწვიოს შეტევა. სიხშირის გამო. თითოეულ ბგერას გააჩნია სიხშირე და პლუს ეს დეციბელებად მოიხსენიება და შენ შეგიძლია დაუშვათ ან ისტერია გამოიწვიო აი ამ სიხშირით, შეგიძლია მიძინება გამოიწვიო, რასაც შენ გულყრა ამ შემთხვევაში, ხო? შეიძლება გამოიწვიოს რეალურად მუსიკა ხდება მაშინ, როცა იძენს დრამატურგიას. როცა რაღაც გამეორებადი ფორმები ჩდება და მოყოლის ფრაზეოლოგია ჩდება. როცა თხრობისი ხდება და სულ მუსიკაში ვარ ჩვენ პრინციპში, როდესაც დავდივართ ქუჩაში, როცა გვესმის ქარის ხმა, ზღვის ხმა, ხმაური, აბსოლუტური სიჩუმე არ არსებობს საერთოდ. იმიტომ რომ ყველაფერი რო გამორთონ საკუთარი გულის ცემა და სისხლის მოძრაობა გესმის, ასე რომ ჩვენ ცხოვრობთ ხმასთან ერთად. და ყოფილა ხო ბევრჯერ ესეთი შემთხვევა, როდესაც აი ბავშვებს განსაკუთრებით ბავშვებს ემართებათ გულყრა. აი, როდესაც ფილმების შემთხვევაში. არა, ამ შემთხვევაში მუსიკა არ იყო მიზეზი. მე ხვდები შენ საერთოდ მიყავს ლაპარაკი ეს იაპონური თამაშების ისტორია იყო. როდესაც ვიდეოს სიხშირე, ციმციმის სიხშირე ემთხვეოდა იმ სიხშირეს, რომელიც ხშირად იწვევს ხოლმე ეპილეფსიური ხასიათის შეტევებს, რა თქმა უნდა, იმ ბავშვებში, ვისაც აქვს წინასწარ განწყობა, რომ ეს დაემართოს. ეს მუსიკასთან აკავშირი, მაგრამ აი ეს ცნობილი 25 კადრის ამბავი, რომელიც რეკლამაში გამოიყენებოდა, სადაც ინფორმაცია იდებოდა თვალი ცნობიერის დონეზე ვერ აღიქვამდა, მაგრამ ცნობიერის დონეზე ინფორმაცია რჩებოდა. და ეგეთი ექსპერიმენტი გაკეთდა, რომ რაღაცა ფილმის ყურების დროს, სარეკლამო რაღაც ჭრის დროს ეს 25 კადრში ჩადეს კონკრეტული საზმნელო. ამ შემთხვევაში ავიღოთ დავუშვათ ლაღიზის წყალი. მე გამიხარდება. ვიდრე კოკა-კოლა და კოკა-კოლაც რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს, მაგრამ მე უფრო მიყვარს ლაღიზის წყალი. რა თქმა უნდა შენია ჩვენ ქართულია და ძალიან და დავუშვათ ჩადეს 25 კადრში დალიეთ აჩვენებდნენ ლაღიზის წყალს. როცა გამოვიდნენ, იყიდებოდა ბევრი სხვადასხვა სასმელი და ადამიანებმა დალიეს ის, რომელიც იყო 25 კადრში. ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა და ადამიანები ინფორმაციის 90% თვალით იღებენ.
ნამდვილად გარემოს შესახებ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და შეუცვლელი ნაწილს იღებენ ყურით და ყურით უფრო კარგად იმახსოვრებენ. თვალით დანახული მუსიკა და ყურით არა თვალით მოსმენილი და ყურით დანახული. ნუ განსხვავება. კი, აბსოლუტურად გეუბნები. აი, რამოიც მოვალ ისევ ალექს შენ. ეს თერაპიაა და აი თვალით მოსმენილი მუსიკა რას გულისხმობ? როცა თხრობითი ხდება, ძალაუნებურად გერთება ვიზუალური, ხო? აი დავუშვათ რა ვიღოთ ფანტასტიკური გია ყანჩელის მუსიკა, ხო? სიმფონიებში, როდესაც ის კონტრასტებს დებს ერთმანეთის გვერდზე, აი ეს თხრობითობა ქმნის დრამატურგიას, რომელიც დროში გატარებს მასთან ერთად. არის მედიტაციური, როცა შენ არცული მოტივს ის მაგალითად ცნობილი რაველის ბოლერო, ხო? იქ არის ერთი მოტივი და ის კრეშენდო პოკო კრეშენდოზე ლაპარაკი, რომელიც და ამიტომ ეხლა დაგიწყოთ და გამოსაფრთხებელ თერაპიას, ასე ვთქვათ, ტერმინი ვერ თეორიის გარეშე როცა მუნჯური კინო იყო და ტაპიორი ეგრეთ წოდებული ტაპიორი ქართულად როგორ არის რა არც ვიცი მართლა ტაპიორია რა მოგვიწოდა ხო რაღაცა რომ გადავთვალოთ ჟენგლიორი თუ რაღაცა წავიდეთ აბა გისმენთ ანუ ახლა რას ალექს ასე რო ხდება ხო? რაო? დაუბრუნდით ისე. აი ამ ხიაროს ფოტოშოპის. აუცილებლად უნდა მოვულოცოთ ჩვენ დაბადების დღე, ჩვენს უნიჭიერეს და საყვარელ დირიჟორს და კომპოზიტორს ვატო კახიძეს. კი, ნამდვილად. ეს არის იუბილეარი გილოცავთ. უსურო წარმატებები ბედნიერება და საერთოდ ამ ოჯახს საქართველოსთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ამ გვარს საერთოდ. გიერთდები ამ მოლოცვაში. და მე მინდა ჩვენ ძალიან ბევრ ყურადღებას მივაქცევთ საბავშვო მუსიკას და გვექნება რეპერტუარზე ლაპარაკი თუ როგორი რეპერტუარი უნდა შეურჩიოთ ბავშვობიდან ვიქონდეთ კარგი გეუბნება. ძალიან მნიშვნელოვანია. და დღეს აი შემოგთავაზებთ საბავშვო სიმღერას ჩემსას და იქნება ჩვენი პირველი კოლაბორაცია, ასე ვთქვათ, ელენესთან ერთად. თხოვბენს მე ვარ ძალიან მოხარული, შედგა. ესე იგი მე მგონი ესე ვთქვათ, ეს არის პრემიერა. მე და შენი კოლაბორაციისა. და წინ არაერთი ასეთი კოლაბორაცია ძალიან ბევრი კოლაბორაცია გვერის კი მიკროფონი სადარ შეიძლება საყვარელ მაყურებელს მე ამ შემთხვევაში ცოტა დავემშვიდობო კამერები თუ მომაქცევენ ყურადღებას კარგი იქნება ძალიან აი ახლავე შენ უნდა ისურვო მხოლოდ ესე და შემოგთავაზებთ მოკლედ აი ამ საბავშვო კომპოზიციას კი ბატონო ხვალ თორმეტე შეუწევით მე შენზე გაბუყული ვარ და არ გეთამაშები ეს იმიტომ რომ გუში შენ მე ამით შეჩეთრები ხვალ ბარბი მომიტანო დონალდი ამბები შოკოლადი ცრომაჩუგო არ ხდები რომ ამით შეჩეთრები ხდები რომ არ შეგირიგდები ხდები რომ ამით შეჩეთრები და ნუ ვერ მომაბეზრ თავს პამ პარამ პაპარამ პაპარამ პამ პარამ პარამ პაპარამ Param, 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 yeah, yes, ძალიან დიდი მადლობა მუსიკოსებს